წამო კამერები არ შენ ამოიღე ფული თუ შენ მომეგობარი? სად იპოვეთ? აი, შიგნით ბაღში. Lugashine. ეხა ხე ეგეხება ეფეხი ქივა. კაი. ცოტა ხანი უნდა გაუძო, ცოტა ხანი რა ზამე. ზამე რა მოიწევდა. ჯერჯერო გამოძება უნდა დაიცვას ახლა. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიკითხეთ. ნელა. ყურადღები. გამიჩერეთ. ყურადღები. გააჩერეთ მეზრაობა. ახლობი საათი, როდესაც რადიოსადგურის საშუალებით შემოვიდა შეთხოვნილება, რომ მოქალაქეს თანხა მოპარეს. თაწმინდის სოციმთავრმა ერთ-ერთი ეკიპაჟი გაუშვა ამ შემოძახებაზე. სულ რაღაც რამოდენიმე წუთში უკვე გადმოსცა იმ ეკიპაჟმა პირველადი აღწერილობა იმ პიროვნების, რომელსაც შეეძლო ეს აღნიშნული თანხა მართლწინააღმდეგ მიათვისებინა. წამო კამერები არ მეგობრები ბიჭექით პარკში უკვე. ხო. ეს ორი ტიპი მოვიდნენ, ანუ რამოდენიმე დღის წინ გავიცანი და უბრალოდ ნაცნობების გამო გადავკოცნეთ და ავედი მე პარკში და წამოვიდნენ ესენს და დაჟინენ ჩვენთან ერთად. გოგონას საუბარში, როგორც გამოირკვა, ეს გოგონა ისნობს ამ ორ პიროვნებას და ერთად იჭრნენ სკვერში. რაღაც პერიოდი ეს გოგონა გამოვიდა, გამოიცალა იმ ტერიტორიას, სადაც იჭრნენ ესენი და დატოვა იქ თავისი ჩანთა. მე ანუ ხო. გავედით მე და ფინი გავედით, ხუმი უნდა გვეყიდა. ხო. რა გამოვედი და უკან ამობრუნდით, მამანთანაში ისე თქვა, რომ ანუ მე ოზმაკაცი უნდა ნახო და მივდივარ და ეს პატარაც გამოვიდა მალევე. და ეს რაძმაკაცი უნდა ნახო. როგორც გაირკვა, დაზარალებულმა მოქალაქემ, მანამდე რომელმაც პატრულს მიმართა და რომელმაც შეტყობინება გააკეთა, როდესაც ეს საუბრებოდა პატრულს თავისუფლების მეტროსთან, დაინახა ორი მოქალაქე, ორი ახალგაზრდა ბიჭი, როგორ მოდიოდა მათი მიმართულები და პატრულს მიუთითა, რომ ეს მოქალაქეები იყვნენ მათთან ერთად, რომლებმაც სავარაუდოდ აღნიშნული თანხა მოპარეს. ვესაუბრეთ ჩვენ ამ გოგონას მეგობარმა, რომ მე დავინახეო შორიდან ხედავდიო, რომ ეს ორი ბიჭი ამ ჩანთას რაღაცნაირად ეპყრობოდაო და შეიძლება რომ მაგათ ამოიღო ეს. მარიამ ხო შენ? არა, მთლიანად არ ამოგაცალეს ფული, მარტო 5 ლარი ამოგაცალა. დააბრუნეს ის თვითონ ხელში ეჭირათ? ეს 75 ლარი, 10. როდესაც დაბრუნდა, ხო, ეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი რაღაც როგორც ამ გოგონ გადმოგცა, საეჭვოდ წავიდნენ იმ ადგილიდან, დაემშვიდობდნენ და ამ გოგონამ როდესაც შემდეგ უკვე ჩანთა ნახა, აღმოჩნდა, რომ თანხა აღარ ქონდა. როდესაც მივახოლდით თავისუფლების მოედანს, ნაწილამ დაინახა, რომ რამოდენიმე პოლიციელი უკვე ახორციელებდა დევნას კონკრეტული მოქალაქის მიმართ ქვეითად და ჩვენს, რა თქმა უნდა, მივიღეთ სწრაფი ზომები, ავტომანქანა გავაჭირეთ თავისუფლების მოედანზე და პუშკინის სკვერის მიმართულებით ქვეითად გავიქეცეთ. ადგილზე რომ მივედით, აი დაღლილი იყო იმ სირბილისგან და ნუ აღარც ხონდა აღარაფრის თავი და აღარ შეეძლო ფიზიკურად მას მეტი სირბილის გაგრძელება და პატრულებიც, რა თქმა უნდა, ადგილზე ვიყავით, მოვახდინეთ აღნიშნული მოქალაქის დაკავება და ჩავსვით მანქანაში. დაგინე ხურები. გახდები რა. ადაკი. სელბორგინ და. არ უნდა ნამდვილად. სელბორგინ. კაი, კარგი.
კვარა დაუჯექი კვარა იქ. შენ ამოიღე ფული თუ შენ მომიგობარი? სად იპოვეთ? აი, შიგნით ბაღში. და ის გოგოროს სხვა რაღაცა სიძახის? იმ გოგოს ჩანდა ჩვენ არც ერთ სამჭედია ხელში ვაფშე არც ვიღა. და რატო გარბოდით მაშინ? აგერ რომ მოვედით მე და ის რა ქვია. მე და ჩემს მაგას რო გაგვაჩერეს, მაგ დროს ის აცები გველაპარაკებდნენ, გვეუბნებოდნენ რომ თქვენ ნასამართლები ხართ, მე მითხრეს, და ნასამართლები ხართ თანხმობაზე და მაგინებდნენ რა. და მე კიდე უთხრა მეთქი არ ვარ თანხმობაზე და კიდე იგივეს მიმეორებდნენ და წამოვედი გამოვიქეთ შემეშიდა რა მე არ მომს. ხუთ ყველა თუ არ დაგაბრალებდა ვინმე რა? დალევ კიდე. სადა? ხო. ტყუილ უბრალოდ ხეს არავინ დაგადებს, ტყუილ უბრალოდ არავინ დაგიჭერს. ასე რომ იმის არ შეგეშინეს რომ ვინმე უსამართლოდ მოგეცეს. ტელეფონი გვათხოვე ერთ წუთი? მე არაფერში ვარ, ფეხბურთელი ვარ. აი საღდრომოდ გამომიშეს მარტვილი და იქა ვარ უბრალოდ ფეხბურთიდან წამიყვანეს ფულის ხვისი რა თქმა პრემიები მაქვს 300-400-დან. აი რამე რა არაფერში არა ვარ დედასწრა ვარ სხვანაირად. ის ბიჭი ვინ არის შენ იქ დროს? ის ფული საიდან ქონდათ ის ფული მითხარი? იპოვა. ვინა? იპოვა. ვინა? სად იპოვა? აუ ის ჩანთა კითხეთ იმას რამდენს ქონდა ის ჩანთა და შეიძლება ამოუვარდა. კი აი მოიყვანე და აგერ იტყვის რომ ის ჩანთა ძალიან ბევრს ქონდა ხან ერთ მაიღო ხან მეორე და იქნება ამორჩი. და რაღაცო გარბოდით მაშინ? მის არც არ მომცევ. არ გაქცეულ ხარ? ნუ გაში ტყუილ უბრალოდ არავინ არაფერს არ დაგაბრალებს. ტყუილ უბრალოდ არავინ არ დაგიჭერს დამიჯერე. ასე რომ არ არის პრობლემა. აი არის დარდო მაგაზე. როგორც შემდგომ გაირკვა ერთ-ერთ ბიჭს წინდა შეედო გარკვეული თანხა ქონდა დახარჯული. ეს თანხა რა თქმა უნდა დაუბრუნდა ისე ამ გოგონას. თქვენ მოგმართლათ ამ გოგომ თავიდან დავკარგეთო და რა გითხრეს მერე? ჩანთა მედო იქ პარკში ხო. ერთად ვიყავითო და ხო. ორი დღის გასწავლები არიან ესენი. ხო. და გამოვეცალეთ ჩვენ რა ჩანთა ამათთან დავტოვებთ. ხო. რომ მივედი მე ჩანთასთან ნახე რომ არ იყო ჩემი ფული. ხო. 20 ლარიო და ვერძე ის და მათი ისა უცხო ვიღაც ხო. და ამათ უთხრა მე რომ მე ვნახეო ჩანთაში ქებოდნო და მე მივედი და დავაჩერეს ორივე. და აქედან ამოვიღე ფული. ნასკი. ამოიღო რომელმა იგა? იმან და მე გაიქცა, ხო? არ გაქცეულ არ ყავდა რა მე. ეს აქ ხავდა, მაგრამ ორივე ერთად იყო, ორივე. ხო და რო გაქცეულ რო ამას რო ვეკითხებოდი, მამის სახელი მეთქი, შენი მეთქი, მაგრამ ვინაობას ვადგენდი. მე ეტყობა რაღაცა იფიქრეს არ დამეჭიროს და გაიქცა და გაიქცა. ადგილზე გამოვიძახეთ ჩვენი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური, ვინაიდან ორივე მხარე ადგილზე იყო და მათ უკვე თავიანთ საქმეს მიხედეს. დაიწყო ის სამართლის გამოძიება, დანარჩენს უკვე მერე გამომძიებლები პროცესუალურად მიხედავთ. ეგაა რა გამომძებლებმა გადაიბარეს უკვე საქმე. წავედით. გადავაბარეთ გამომძიებას. მოძრაობდით გურამიშვილის გამზირზე, ამ დროს გავიგეთ რადიოსადგურზე შეჯახება ქვეითზე, სანაპირო მარცხენა სანაპიროზე. რესტორანში შევიდეთ. მე და ჩემი მეწყვილე დროულად წავედით შემთხვევის ადგილისაკენ, რათა გარკვეული ყავით სიტუაციაში. რესტორნიდან იმდენი ხალხი იყო გამოსული, ფიზიკურად ვერ გავარკვიეთ დაზარალებული ვინ ხარ. თუ მოხდა ძალიან მალე და ეკიპაჟების დახმარებით ხალხის ნაკადის გადაყვანა და როგორც ყოველთვის სულ ეგრე გვიწევს რომ აი შეჯახებებზე ეს მაყურებლები რომ გადავწიოთ და მივხედოთ დაზარალებულს. რა გადავიწიო? გადავიწიო. გადმოდი. შენ ახარ ვარდებული გადმოდი. მოვიდა. აი ამაში მიგდის უფრო მეტი დრო ვიდრე დროულად მივიდეთ დაზარალებულთან. მალევე აღმოვაჩინეთ რომ ორი ქვეითად მოსიარულე იყო დაზიანებული. ცენტრი მეორე სასწრაფოს დამიჩქარეთ ისევთან 88 ვარ დაუჩქაროს. მეგობარო გესმის? სახელი მითხარი, აბა სახელი მითხარი? გესმის? რა გტკივა დაახლოებით სად გტკივა? ხელი, ფეხი? აი არ გაირყე, ესე იყავი 2 წუთი ესე იყავი, ძალიან ხო რა. ერთ-ერთი საკმაოდ დიდ მანძილზე იყო, დაახლოებით თუ არ ვწდები 10-12 მეტრის მანძილზე იყო გადასროლილი, ხოლო ერთი იქვე
იყო ორივე იყო გონებაზე ერთი ოდნავ მეტად მძიმეთი. ხარი მინდა რა მეორე სასწრაფო არ მოვიდა. გამოვეცალოთ რა, გამოვეცალოთ. როგორ? აი გაარკვევენ რა ეხლა რა და დაეხმარებიან რა. ხო არ კარგავ, გონებას ხო არ კარგავ. კარგად ხარ, ხო? ეუბნებოდა სახელს, გვარს, მაგრამ ნუ იტკიებდა რა თქმა უნდა. მარჯვენა ფეხს იტკიებდა, ასევე თავის არეშიც ჰქონდა დაზიანებები. ნუ გეშინე. ეხლა ხე რო გეხება ეგ ფეხი ტკივა? კაი, всё. ცოტა ხანი უნდა გაუძო, ცოტა ხანი რა ძალიან. ნუ გეშინე. ნუ გეშინიათ, გოგუებო, ერთი წუთი დამშვი. ფეხი აქ მხოლოდ დაზიანებული, დამშვიდი. ველოდებით სასწრაფოს ჩვენი პირველადი დახმარება ესაა. ველოდებით სასწრაფოს, შემდეგ კი ერთიანი ძალებით შეყვავს ხოლმე მანქანაში და შემდეგ ექიმებს გადაყავთ საავადმყოფოში. არ შეიძლება ამის წყლის მიღება, არ შეიძლება წამოყენება, რადგან შეიძლება მეტად დავაზიანოთ, როგორც არის ესე გაუნძრებლად უნდა ყოლდეს, სანამ არ მოვა სასწრაფო არ დაუფიქსირებს კისრის მიდამოებს და შემდგომ უკვე ფარზე გადაყვანა მოხდება ერთდროულად და всё, ფარზე. აი ეს არის, всё. დავაი, შეუკრელად იქნება შეუკრელად. დავაი, 1 2 3. წავიდა. თავით ჩიგნით, თავით. 5 წავმიღეთ უნდა. ლევან უკან გადმოდი. მალევე მოვიდა სასწრაფო ადგილზე, მოვახდინეთ ამ პიროვნების გადმოყვანა, გადაიყვანეს საავადმყოფოში. ლევან რა მაინტერესებს ის ძღოლი ხარ ჩვენ? შეიძლება რაღაც ძღოლი არ ვიცი მეგობრებს. ეხავე გაარკვევით თვითონაც არ გავარკვევთ რა საუცილებლო გეტყვი. არ არის პრობლემა, გავარკვევთ, დამშვიდეთ, გეტყვით ყველაფერს. გაირკვევა. ქირურგიის ინსტიტუტში მიყავთ, ქირურგიაში. კაი, ეხა აქ ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ თქვენ უკვე. ოღონდ გზიდან გადავიდეთ რომ კიდე რაღაცა არ მოხდეს და თუ მივდივართ დავიშალოთ. შემდგომში გადავედით უკვე მძღოლთან, რომელთანაც უკვე ჩვენი მეორე ეკიპაჟის ბიჭები იმყოფებოდნენ, საკმაოდ დაბნეული, გათეთრებული, ნერვიულობდა რა თქმა უნდა. მისი ავტომანქანაც დაზიანებული იყო. არა, ზანზე გადმოიდგინე და ჯერჯერობით გამოძიება უნდა დაიწყოს. ეხლა წინასწარ ვერაფერს ვერ ვიკითხეთ. მადლობა. ამ ორ ახალგაზრდა პიროვნებას ტაქსი გაუჩერებია სანაპიროს მეორე მხარეს და 5 ლიტრიანი ღვინით სავსე ბოცებით ცდილობდნენ გზის გადმოკვეთას და მოულოდნელად გადმოურბინეს მანქანას, რის გამოც მოხდა შეჯახება. მომისმინე, ეხლა რა მოხდა დაახლოებით მითხარი. დაახლოებით რა მოხდა, მოვდიოდი ამ ზოლზე. აქედან მოვდიოდი დიდუბის მიმართულებით. მანქანა მოუყვებოდა. აქედან გადარბოდნენ მუსიკა გამჩირა. აქედან გადარბოდნენ მანქანას, იმას შემოიფარა და სანაპიროს მხრიდან გადმოიბინეს რესტორნის ხარს. როგორც მახსოვს, რესტორნის და ღვინით, სავსე იმით, ის ბოცები მაგათი. კი, მაგათია, მაგათ მოქონდათ ეს ყველაფერი და გადაერთი მანქანა. ამ შემთხვევაში უკვე ვიძახებთ საგამოძიებო სამსახურს, რადგან ქვეით შეჯახება გამოიწვია სხეულის და ჯანმრთელობის დაზიანება. ავიღეთ შემთხვევის ადგილის ზომები, ეს მძღოლი ადგილიდან გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურში, რადგან დადგენილი იყო მისი სიმთვრალე სიფხიზლე და შემდგომ ავტომანქანები გადავიყვანეთ უკვე საჯარიმო სადგურს. ბიჭებო, ალექსანდრეს ნახავთ, ხო? ოჯახის წევრები დაამშვიდე მაგის რა, ჯობია. ყველაფერი ჯობია რა. ეს თვითონ ნორმალურადაა, ეხა ორი ადამიანი გაიტანა? ხო. რა თქმა უნდა, ესეთ სიტუაციებში მძღოლს უნდა კონდეს იმის დრო და იმის დისტანცია, რომ ავტომანქანა შეაჩეროს და სიჩქარეც, რა თქმა უნდა, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან და ამ სამსახურში მუშაობიდან ვიტყვი, რომ ძალიან რთულია, როდესაც ქვეითი გადმოგირბენს გზაზე მისთვის ავტომანქანის აცილება. მით უმეტეს თუ ის არის ნასვამი, თუ მას აქვს ხელში ბარგი, იმას გადატანილი აქვს ყურადღება სხვა რაღაცაზე და ვერ გხედავს რა. ახტება იტო. არაფერი გამოძიების ველოდებით რა. მეორე არ ვიცი, ის არის. მეორე ნახე და ამასთან მიყავს სულ. ნახე მეორე და ისეთი არაფერი.
სასწრაფო სიძახდა რომ ორივე მიჩევია. პარალელურად საქმის წარმოებაში ერთვებიან საპატრულო საგამოძიებო სამსახურები, ვინაიდან შეჯახება სხეულის დაზიანებითა და რადგან ჯანმრთელობის დაზიანება ეს უკვე საგამოძიებო სამსახურის საქმეა. ჩვენ ერთდროულად ერთიანი ძალებით ავიღეთ სავალი ნაწილის ზომები, აღვწერეთ მანქანის დაზიანებები, ავტომობილი გადავიყვანეთ საჯარიმო სადგომზე, გადავაბარეთ საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს და გავაგზავნეთ პატრულირება. საღამოს საათებში შემოიძახეთ ყოლიბება, რომ მარჯვენა სანაპიროზე მოხდა ავტოსადგურის შემთხვევა. შემთხვევის ადგილზე გასვლისას მცირე შეთანხმებით მოიპოვეთ. ადგილზე სასტარტო შემდგომი სიტუაცია, რომ მანქანა იყო გადაბრუნებული მარჯვენა მხარეს და ეკიდა ცეცხლი. საპატრულო პოლიცია განახალახებს თავისი ძალებით წადეს შაქრობა ხანდების, მაგრამ ვერ მოხერხდა. ადგილზე მისვლისას ჩვენ ეს მანქანა ავაბუნეთ საბურავზე გადავაბუნეთ გავასწორეთ ახალხატის საკუთი და ჩავართვეთ ხანდალში. მოქალაქე თავისი ძალით იპყრობა მისული მანქანიდან და დახმარ სასწრაფო დახმარების აღმოჩენაზე უარი განაცხადა. არ სჭირდებოდა. იყო ნასვენიანი. სანაპირო ჩაგებილი იყო მაგის გამო, ამიტომ ძალიან სწრაფ ტემპში მოგვიწია მანქანის გზისავალი ნაწილიდან გადაყვანა. საპატრულო პოლიციის დახმარებით და ჩვენი ძალებით მანქანა გადავიყვანეთ გზისავალი ნაწილიდან, რომ აღდგარიყო მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ შემთხვევის ადგილი გადაიბარა საპატრულო პოლიციამ. გამარჯობა.
პირველად თქვენ ნახეთ უშუალოდ? ნაგავს ამოყვა რა და ბაგერე პანერა როა შავი. ბატონო? აი გასცდა რა არა ჭურვია ნაფუ. წამო გარედან ჩიმოვარდა დაიმატებდი რომ მაინც იმ რეალში არავინ რო არ მოდიოდეს რა. დავედი საქარი რა. ეხლა გადაყავ სავატკომოში გადაყავ. 19 მას 20 როდა ართა თორმოს ხო მოუწია გაგრამებდა და ართა რენჯროვა დავაი